ტრამპი აძლიერებს ზეწოლას მას შემდეგ, რაც პენტაგონმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უკვე ჰყავს სამხედრო ძალა განლაგებული კარიბის ზღვის რეგიონში, რათა იმოქმედოს კუბის რეჟიმის წინააღმდეგ თუ თეთრი სახლიდან ბრძანება გამოვა. ამ პარასკევს 2026 წლის 29 მაისს ეს გაფრთხილება პირდაპირ ზეწოლად აღიქმება ჰავანაზე. რადგან ტრამპი აღარ აღიქვამს კუბას როგორც ძველ და იზოლირებულ დიქტატურას, არამედ როგორც მტრულ ბაზას. ფლორიდიდან რამდენიმე წუთის სავალზე რეპრესიებით, გამჭვირვალობის ნაკლებობით და ვაშინგტონის მეტოქეებთან სახიფათო ალიანსებით გამაგრებული. სარტყელი მოიცავს გემებს, საჰაერო ხომალდებს, საზღვაო ქვეითებს, ეკონომიკურ ზეწოლას, სისხლის სამართლის ბრალდებას რაულ კასტროს წინააღმდეგ და მარკო რუბიოს მკაცრ გამოსვლებს კუბური კომუნიზმის წინააღმდეგ. რას ცდილობს დონალდ ტრამპი ჰავანასგან? რატომ გახდა ახლა კუბის რეჟიმი სამიზნე? როგორ შეიძლება დასრულდეს ეს ალყა? ახალ ყველაფერს გეტყვი. თუ მოგწონს ასეთი პირდაპირი და მოკლე შინაარსის ვიდეოები, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. მთავარი მოძრაობა ხდება კარიბის ზღვის რეგიონში, ამერიკის სანაპიროსთან ახლოს, სადაც შეერთებული შტატების საზღვაო ძალები ფლობენ საშუალებებს, რომლითაც შეუძლიათ კუბაზე ზეწოლა როგორც ზღვით, ასევე ჰაერით. პენტაგონს არ სჭირდება ინვაზიის გამოცხადება იმისთვის, რომ ჰავანა შეაშინოს. საკმარისია მხოლოდ ხომალდების, საპატრულო თვითმფრინავების, ამფიბიური ჯგუფებისა და ახლომდებარე ბაზების არსებობა, რომ რეჟიმის გათვლები შეიცვალოს. კუბა იცის, რომ ფლორიდასთან ძალიან ახლოსაა იმისთვის, რომ ვაშინგტონი შორეულ მტრად მიიჩნიოს. ზეწოლის ბირთვი მაშინ დაიწყო, როდესაც დონალდ ტრამპმა კუბის მთავრობის წინააღმდეგ ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. თეთრმა სახმა დაიწყო ჰავანის დადანაშაულება აშატეშოსის უსაფრთხოების დამუქრებაში, მტრულ რეჟიმებთან კავშირში და უცხოური დაზოვრისათვის საკრდენ პუნქტად გამოყენებაში ამ ნახევარსფეროში. ფაქტობრივად ამ ზომამ საშუალება მისცა გაეზარდა სანქციები და დაემიზნებინა კუნძულის ყველაზე სუსტი წერტილი საწვავი. კუბა დამოკიდებულია გარესაწვავზე ენერგიის, ტრანსპორტის, საავადმყოფოების, გაცივებული საკვების, ტურიზმისა და საბაზისო სერვისების შესანარჩუნებლად. როდესაც ვაშინგტონი ამ არხს ზღუდავს, შედეგი ჩანს ელექტროენერგიის გათიშვებში, რიგებში, გაჩერებულ ტრანსპორტში და იმ მოსახლეობის გაღიზიანებაში, რომელიც რევოლუციური დაპირებებით დაიღალა. რეჟიმი ცდილობს დაადანაშაულოს შეერთებული შტატები, მაგრამ უსიამოვნო სიმართლე ისაა, რომ დიქტატურამ შექმნა ქვეყანა თვითკმარობის გარეშე, კეთილდღეობის გარეშე და მარტივი გამოსავლის გარეშე. მარკო რუბიო ჩაერთო ამ შეტევით კამპანიაში, როგორც ერთ-ერთი პირველი ლიდერი, ვინც კუბის მთავრობას შეუტია. მან იცის, რომ კუბა მხოლოდ კრიზისში მყოფი კუნძული არ არის. კუბა ყოველთვის იყო რეგიონში მემარცხენე რეჟიმების იდეოლოგიური ცენტრი, რომელსაც გავლენა ჰქონდა ვენესუელაზე, ნიკარაგუასა და ვაშინგტონის მოწინააღმდეგე მოკავშირეებზე. ამიტომ ტრამპის ზეწოლა მხოლოდ მიგელ დიას კანონს არ ეხება. ის მიზნად ისახავს კომუნისტურ სტრუქტურას, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში არსებობდა წინააღმდეგობის გაყიდვით, მაშინ როცა ხალხი დეფიციტში იხჭობოდა. ბრალდება რაულ კასტროს წინააღმდეგ ახალი შეტევის ფრონტი გახსნა. ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა ყოფილი კუბელი ლიდერი რაულ კასტრო ორგანიზაცია ძმები გადასარჩენადის თვითმფრინავების 1986 წელს ჩამოგდების საქმეში მთავარი ფიგურა გახადა. 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ამერიკის მოქალაქეები. იმ დროს რაული თავდაცვის მინისტრი იყო. ეს ბრალდება მხოლოდ დაპატიმრების მცდელობა არ არის. ეს კუბის ხელმძღვანელობა სამართლებრივ სამიზნედ აქცევს და რეჟიმს ართმევს იმ მორალურ დაცვას, რომელსაც ის ყოველთვის ცდილობდა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა. ჰავანა სავარაუდოდ რაულ კასტროს არ გადასცემს. ის ჯერ კიდევ წარმოადგენს სისტემის ძველ გვარდიას, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად აღარ მართავს მთავრობას როგორც ადრე. მაგრამ ტრამპს არ სჭირდება, რომ კუბა მის ხვალვე გადასცეს, რათა ამ ეტაპზე გაიმარჯოს. პოლიტიკური ეფექტი უკვე არსებობს. რეჟიმის ისტორიული ფიგურა ვაშინგტონში უკვე განიხილება როგორც ამერიკელების სიკვდილში ბრალდებული. ეს ზეწოლა სახდენს სამხედროებზე, დიპლომატებზე, გარე მოკავშირეებზე და ოპერატორებზე, რომლებიც კუბის ელიტას აკრავს. პენტაგონი ამ სარბიელზე ძალის ინსტრუმენტად ჩანს. გაფრთხილება, რომ კარიბის ზღვის რეგიონში მზადყოფნაშია საშუალებები, დონალდ ტრამპს რამდენიმე ვარიანტს აძლევს, ისე რომ თეთრი სახლი ერთ გადაწყვეტილებაზე არ არის მიბმული. ის შეუძლია გააძლიეროს ბლოკადები, გაზარდოს საზღვაო მეთვალყურეობა, გაართულოს მომარაგება, აჩვენოს ძალის დემონსტრაცია, დაუჭიროს მხარი შიდა ზეწოლას, ან შეინახოს სამხედრო ოფციის გამოყენება უფრო ხელსაყრელი დროისთვის. ეს არაერთნიშნულოვნება ჰავანას არ აძლევს საშუალებას იცოდეს, საიდან მოყვება შემდეგი დარტყმა. ამერიკელების ყოფნა ასევე გზავნილს უგზავნის რუსეთსა და ჩინეთს. ტრამპი არ ეგუება, რომ სტრატეგიული მეტოქეები კუბას გავლენის საკრდენად იყენებენ ამერიკის სანაპიროსთან ახლოს. ჰავანა შეიძლება ცდილობდეს ამ ურთიერთობის ჩვეულებრივ თანამშრომლობად გაყიდვას, მაგრამ ვაშინგტონი ამას ხედავს როგორც დაზვერვის, ტექნოლოგიებისა და პოლიტიკური ზეწოლის რისკს.
ტრამპისთვის კარიბის რეგიონი ვერ უნდა გადაიქცეს მოწინააღმდეგეების ეზოთ, სანამ რეჟიმის წარმომადგენლებმა დაიწყეს საუბარი სამხედრო აგრესიის საფრთხეზე და სცადეს ამერიკული ზეწოლა სუვერენიტეტის ნარატივად გადაექციათ. მაგრამ ეს რიტორიკა ძალას კარგავს, როცა მოსახლეობა დენის გათიშვებს, სუსტ ხელფასებს, ცარიელ მაღაზიებს და რეპრესიებს აწყდება მათ წინააღმდეგ, ვინც უკმაყოფილებას გამოთქვამს. რეჟიმს უნდა რომ ხალხმა ტრამპი მტრად აღიქვას, მაგრამ ბევრ კუბელ ადამიანს საკუთარ ცხოვრებაში უყურებს და ხვდება რომ პრობლემა თავად სისტემაშია. ტრამპის სტრატეგია ფენებად ვითარდება. ჯერ ეკონომიკური წნეხი მოდის, შემდეგ კი ძველი ხელმძღვანელობის მიმართ სისხლის სამართლის ბრალდება. შემდეგ მოდის დიპლომატიური ზეწოლა, რომელსაც რუბიო ხელმძღვანელობს. ბოლოს კი სამხედრო ყოფნა ცხადყოფს, რომ საუბარი მხოლოდ ბიუროკრატიული არ არის. ეს კომბინაცია ჰავანას ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აყენებს. ფულის გარეშე, საწვავის გარეშე, პრესტიჯის გარეშე და გაურკვევლობით ამერიკის რეაქციაზე. მასშტაბური შეჭრა კვლავაც ყველაზე მძიმე ბარათად რჩება. ის არსებობს როგორც უკიდურესესი მუქარა, მაგრამ აუცილებელი არ არის, რომ პირველი არჩევანი იყოს. ტრამპისთვის ზეწოლა შეიძლება უკეთესად იმუშაოს, თუ რეჟიმი იგრძნობს, რომ ყოველ კვირას მათი მდგომარეობა უარესდება. სამხედრო დესანტი შექმნიდა რისკებს, პროპაგანდას, დიქტატურისთვის და პოლიტიკურ ხარჯს. კარგად გათვლილი ალყა კი შეიძლება შიდა განხეთქილებები გამოიწვიოს, ისე რომ კომუნისტურ პარტიას არ მისცეს გმირული მსხვერპლის იმიჯი. კუბას აქვს დასუსტებული შეიარაღებული ძალები, მოძველებული აღჭურვილობა და განადგურებული ეკონომიკა. კონვენციურ ომში კუნძულს არ ექნებოდა შესაძლებლობა ამერიკის ძალას წინააღმდეგობა გაეწია. ვაშინგტონისთვის გამოწვევა იქნებოდა თავიდან აეცილებინა, რომ რეჟიმს სწრაფი დამარცხება ქალაქებში ხანგრძლივ წინააღმდეგობად ექცია. ამიტომ თეთრი სახლი იყენებს ზეწოლას, დროს და შიშს და არა მხოლოდ სამხედრო ძალას. როდესაც დიქტატურა ამ კატეგორიაში ხდება, კარიბის ზღვაში ყოველი გემი, ყოველი სანქცია და ყოველი სასამართლო პროცესი სხვა მნიშვნელობას იძენს. მადუროს დაცემაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს კურისებში. ჰავანა აკულდებოდა ამერიკულ ოპერაციას კარაკასის წინააღმდეგ და იცის, რომ თავისი რეგიონული დაცვის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. წლების განმავლობაში ვენესუელა ენერგიის, ფულისა და პოლიტიკური მხარდაჭერის წყაროდ ფუნქციონირებდა კუბისთვის. ამ ღერძის დასუსტების შემდეგ კუბის რეჟიმი უფრო დაუცველი გახდა. ეხლა დონალდ ტრამპი ამ სისუსტეს იყენებს, რათა კუნძული კიდევ უფრო დააწვეს იმ დროს, როცა მას ყველაზე ნაკლები შესაძლებლობა აქვს რეაგირებისთვის. თეთრი სახლი ყველა ამ ვარიანტს ძალაში ტოვებს და აკვირდება, დაშლის თუ არა რეჟიმის შიგნიდან. ჰავანა დროს იგებს, მაგრამ ახლა დრო რეჟიმის წინააღმდეგ მუშაობს. ყოველი შეზღუდვა მოსახლეობას აღიზიანებს. ყოველი სანქცია პარტნიორებს აშორებს. ყოველი რუბიოს განცხადება ზეწოლას ზრდის. პენტაგონის ყოველი მოძრაობა ახსენებს, რომ შეერთებული შტატები ახლოსაა. ტრამპმა კუბა ისეთ მდგომარეობაში ჩააყენა, რომელიც დიქტატურას არ მოსწონს. რეაგირება შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს სიტუაცია. უკანდახევა კი შეიძლება დაასუსტოს. იგნორირება შეიძლება იზოლაციას დააჩქაროს. ალყის გამკაცრება მხოლოდ ერთ სამხედრო ბრძანებაზე არ არის დამოკიდებული. ეს უკვე ხდება იმ ზომების ჯამით, რომლებიც ჰავანას ჟანგბადს ართმევს. მაშინ როცა პენტაგონი ძალას ინარჩუნებს კარიბის ზღვის რეგიონში და ამერიკის მართლმსაჯულებად ძველ ხელმძღვანელობას უმიზნებს. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალი ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგათოდოთ ჭეშმარიტი ინფორმაცია. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დასვი ლაიქი ამ ვიდეოზე, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვესის გლობალის საზოგადოებაში.